ტაძრზე მინდოდა რომ ისევ ჩემ სოფლელებთან ყოფილიყავით. ხეც გაიზარდა ცოტა ხილი გვაქვს, ლობიო, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, პომიდორი, წელს ცოტა მიმწყუნა ყურძენმაც და ხეხილმაც, მაგრამ როცა იქნება ხო გაშლის ფრთებს ისევ ჩვენი ხილი და რაღაცა შემოსავალი კი ექნება. ძალიან გაჭირვებულები ვიყავით, რომ მაი რაც ერთი ხელი რაც გვეცვა ტანზე ეგრე წამოვედით, სუყელა. ეხლას რომ როგორ მეგება შეხვიდაო. 12 აგვისტოს რომ გაიხსნა ისა მაშინ მეც ვიფიქრე წავედი საზღვარზე და საერთოდ არაფერი არ დამკვდა და შორს დავინახე კაცო ამბობდი ეს ვაშლი რა იქნა ჯერ მოკლიფის დრო ხომ არ იყო ეს ყურძენი რა იქნა და ერთი ნამყენი ვაშლი იყო და ის წითელი მინდოდა წამომსულიყავ ის მომეგრინჯა რომ ის ერთი ვაშლი წამომეღო მეთქი მიუტან ჩემ მეუღლეს რომ ნახოს რომ აი ამხელა გახდა ვაშლი არ მემიშვა რუსმა სამხედრო 27 წლის ასაკში ჩემი შვილი აი ამ აგრესიას შეეწირა ვითომ სამშვიდობოები რომ იდგნენ საზღვარზე მოდიოდნენ ხოლმე იქ და ერთ ჭიაკოკონობის საღამოს როცა სოფელში ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე მაშინ აი იქიდან რუსი სამხედრო ამობიდა მთვრალი და ყველა კავკასიელი მეჯავრებაო პირდაპირ ესროლა ჩემ შვილს. ერთი რუსი ჟურნალისტი იყო შემოსული და იმ ჟურნალისტმა იმ მხარეზე გაიარა და საფლავები გადაიღო. 75 საფლავი ჰქონდა გადაღებული და მათ შორის ჩემი შვილისაც იყო. საფლავს მხოლოდ შემოხსნილი ჰქონდა ალუმინის ფიგურები, რაც იყო ეს იყო სულ შემოხსნილი. მეზობელი იქ ძალიან კარგი მეზობლობა ჰქონდა, ცხოვრებობები არიან კიდევ იქ. მითხრეს რომ მხოლოდ ის არის მოუვლელობა ამოსულია რაღაცა ყვავილი კაკლის ქვეშ არის ის ტოტებია დაკლილი და მაგასაც უთავებენ ხოლმე თვითონ დანარჩენი არაფერი არც ქვა დაზიანებული სამი ქვა ადგია არც ქვა დაზიანებული და არც არაფერი არ არის დაღებული მხოლოდ ის ალუმინის ფიგურა ერთი ორჯერ იქამდე ვიყავი მისული სადაც ერედვის სადაც იცის საზღვარი იყო და ის ნახე იქ პატარა ეკლესია და ორაკი აღდგომას არის ჩემი შვილი დაუპული იქ კვერცხი მიმქონდა და სამთელს ვანთებდი რომ სიამოვნებდა თავს გადავყურებდი